მოგესალმებით საღამო მშვიდობის. მოკლედ 5%-ზე მაგ ტელეფონი ახლა შემოვვარდი სახლში. ჯერ არც ამომისუნთქავს, მაგრამ ვიდეოს ვიწერ რა ვიყიდე ვინ იცის რამდენლარად. იმიტომ რომ ტელეფონი მიჯდება და მინდა მოვასწრო. მოკლედ დღეს მქონდა სამსახურში დასვენების დღე, ოღონდ დასვენების დღეს ჩემთვის არასდროს არ ვქვია დასვენების დღე. იმიტომ რომ სამუშაო დღეებში ვერაფერს ვერ ვასწრებ და არასამუშაო ანუ დასვენების დღეს გეგმავ ხოლმე ყველაფერს რა. კიდე კაი გუშინ წინ სახლი დავალაგე და დღეს სახლის დალაგებაზე ნაკლები დროის დათმობა მომიწია და მოკლედ 2 დღეა საშოპინგოც დავდივარ, იმიტომ რომ ფული გინდა არ გინდა მაინც მეხარჯება. ხო და რადგან ამ ეტაპზე მქონდა ფული რომ მეყიდა ტანსაცმელები, ზაფხულის ტანსაცმელების ყიდვა გადავწყვიტე, რაც მჭირდებოდა ამ ეტაპზე. ხო და კიდე რაღაცები ვიყიდე რა. მთელი დღეა დავდივარ დილას უნივერსიტეტში ვიყავი, კაი გვიანობამდე და მერე შემოვიარე მაღაზიები, მაგრამ დიდი არაფერი არ მიყიდია. ბრიჯი მაქვს საყიდელი, შორტი ჯინსის, ანუ ზაფხულისთვის, იმიტომ რომ დაცხა უკვე ძალიან და კიდე მინდა რა მინდა კიდე. ერთი ბეგი ჯინსი მინდა, ფართე სტილის ჯინსი, შავი ფერის. ესე იგი, საჩვენებთ ახლა რა ვიყიდე. ეს სიოს სითხე ვიყიდე ორ ნაბიჯში, ოღონდ ტანსაცმელს ვერ რეცხავს, ეს წარეცხი მანქანა კარგად ვერ რეცხავდა ტანსაცმელს და რო შევამოწმე რეზინა არის საშინელ მდგომარეობაში, გასახეხია რეზინა უნდა გავხეხო, მერე სითხით მას ვქნა რა ქვია, დავრეცხო ტანსაცმელი, ოღონდ არ ვიცი ეს რამდენად კარგი სითხეა. ხო და კარგად კოხტად ლამაზად უნდა დავრეცხო ტანსაცმელი, ზამთრისები დავკეცო და შევინახო მაღლა თაროში, ზაფხულისები, რასაც ახლა ჩავიცმევ, ქვედა თაროზე უნდა განვათავსო. კიდე ვიყიდე ეს ქართული მაიონეზი და სვანური მარილი. ესენიც ორ ნაბიჯში. ფეხსაცმელი ვიყიდე, ეს არის მოდა შოპი, რომელიც მაღაზიაც იყო დასავლეთში, სადღაც დასავლეთის ნაწილში იყო ამ მაღაზიის, ეს არა ქვია, ეს მაღაზია და ეხლა გაიხსნა თბილისშიც, ახალი გახსნილია, სამგორის მეტროსთან გაიხსნა და ყველა ფეხსაცმელი არის 29 ლარად. ანუ არანაირი რეკლამა, არანაირი სპონსორობა, უბრალოდ ძალიან მომეწონა მაღაზია. ორი ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა, ესეთი სამბა ვიყიდე. სამბა კი არა და სპეციალიო თუ სპეციალს ეძახიან მოკლედ. მაგრამ მე მინდოდა უფრო მწვანე ფერი რომ ეყიდა. ანუ რაღაცა ფერადის მსგავსი. და კიდევ მომეწონა ეს წინა მხარე რო აქვს სხვა ფერი. აი ეს რო სხვა ფერი აქვს, ეგ მინდოდა მეყიდა. მაგრამ ძირითადად არის ფეხსაცმელები 41 ზომამდე. თუ რაღაცა ეგრე 40 ზომამდე მე მგონი. და მე მინდოდა 42 ზომა. ეს არის 53 ზომა. უფრო სწორედ 42 ზომამდე ქონდათ ფეხსაცმელები და წესით ფეხი 42 მაქვს ზომა, 41-საც ვიცმევ. მაგრამ ამ ფეხსაცმელების ზომები განსხვავებულია, არ ვიცი რატო და 53 ვიყიდე, არ მაქვს დიდი, კარგად მაქვს, უბრალოდ სხვა ფერებში და სხვანაირი სამბები და ისენი, რომლებიც მომეწონა, არც ერთი არ იყო ჩემი ზომა, პატარა მქონდა ყველა. ხო და ვიყიდე ერთი ცალი, თორე ისე ორი ცალის ყიდვა მინდოდა, იმიტომ რომ მოდა შოპში ყველა ფეხსაცმელი აბსოლუტურად ღირს 29 ლარი. და ეს რა ქვია, ტელეფონი დამიჯდება, ეხლა გამეთიშება და ვიდეოც დამეკარგება, ჩემი ბედი რო ვიცი. ხო და ესე იგი, იმდენი ხალხი იყო ამ მაღაზიაში, ახალი გახსნილი როა და ძალიან სიაფეროა.
და მაინც ისე კოხტად და ლამაზად იყო ჩაწკრიალებული თაროებზე ფეხსაცმელები, რომ გადავირიე მართლა. ანუ მხოლოდ ფეხსაცმელებია ამ მაღაზიაში და მთელი მაღაზია, მთელი დარბაზი იყო საოცრად მოწესრიგებული რა, ეს თაროები ლამაზად ჩამწკრივებული კარადებზე. ძალიან კარგი მომსახურება, ესე იგი ესეთ რეკლამას მე რო უფასოდ გიკეთებთ, ბევრი ვერ გაგიკეთებთ ფულს რო გადავხდით მაგ შემთხვევაშიც. ხო, ასე რომ ვიყიდე მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი. GPS-ში შევიარეთ, თავი მტკივა ძალიან. ჯერ გული მტკიოდა, სიცხეებზე გული მტკივა, ოღონდ უფრო მარჯვენა მხარეს. ანუ გული კი არა, უფრო აქეთ ამ მხარეს მტკივა ხოლმე, სიცხეებში მტკივდება. და მიგოთხასი ვიყიდე ერთი ტაბლეტი. და ასევე ვიტამინი მინდოდა რამე ზაფხულისთვის. თვალები ჩანს ძალიან ბნელად. ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვარ ხოლმე მოთენთილი, გადაღლილი და რაღაცა ვიტამინი მინდოდა რომ მეყიდა და მიმეღო. და ეს არის რაღაცა ვიტამინი მომცეს, C ვიტამინი, იმუნიტეტის სასამაღლებელი, 5 და რაღაცა ღირდა. 15 ტაბლეტია, დღეში 1 ტაბლეტი ან 2 ტაბლეტიო. რა არის ეს ულტრა ვიტამინი C? ვიტაბიოტიქს. ხო, მოკლედ ეს ვიყიდე აფთიაქში და ხახვი ვიყიდე კიდე 2 ცალი. ხშირად ვერ ვაკეთებ სახლში საჭმელს, რა გავაკეთო და მიფუჭდება ყველაფერი. ასე რომ ვყიდულობ ცოტას. 1 ცალი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ 2 ვიყიდე 57 თეთრის იყო. კიდევ გუშინ ვიყიდე Fashion Style-ის მაღაზიაში. მოკლედ რა რეკლამებს ვაკეთებ უფასოდ გადავიდეთ. ეს მაიკა რომელიც მაცვია, ოღონდ არის ძალიან ლამაზი ფერია, ღია მწვანე, ეხა ძალიან ცუდად მოჩანს. რაღაცნაირად სიბნელეში თუ სინათლეში ვზივარ, ვეღარ გამიგია. ძალიან კარგი მწვანეა რა და ძალიან მომეწონა. თან ის არის რა, სქელი ნაჭერია და წელვადი, კარგი ხარისხია. ეს ღირდა 9 ლარი ფასდაკლებაში იყო და პოლო ვიყიდე, ოღონდ თეთრი. ჩემი ის არის, რა ქვია, სუსტი წერტილია პოლო. ძალიან მიყვარს პოლოს ტანსაცმელი. ოღონდ თეთრიც ჩემი სუსტი წერტილია, იმიტომ რომ თეთრის მოვლა არის ჩემთვის საშინლად რთული. ერთ ჩაცმაზე ვსვრი, მაგრამ თეთრი რატომაც ვიყიდე, მიზეზი იყო ის, რომ სამსახურში ადმინისტრატორად გადავედი, დავწინაურდი და მაქვს ძალიან ლამაზი ფორმა, ესე პიჯაკის მსგავსი ფორმა მაქვს, შავი. თეთრს უხდება ძალიან შავი და ეს ვიყიდე ძირითადად სამსახურში რო ჩავიცვა მაგისთვის. ოღონდ დღეს დილას დავაუთოვე, ღამე მერე მეცვა რა და ესა დაიკუჭა ისევ. ოღონდ ძალიან განათებული მაქვს. ეს ღირდა 19 ლარი, ესეც Fashion Style-ში ვიყიდე, ეს 2 მაიკა. ხო. აი ეს იყო რა, ტანსაცმელები ვითომ რაღაცა ვიყიდე, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვასწარე. ანუ 1 ფეხსაცმელი ვიყიდე, 2 მოკლემკლავიანი მაიკა ვიყიდე. 1 ჯინსი მინდოდა კიდევ რომ ეყიდა შავი ფერის, ფართე სტილის და 1 ის მინდოდა კიდე ბრიჯი შორტი. ჯინსის, ეგეც შავი ფერის ალბათ. და ფეხსაცმელი კიდე 2 ყიდვა მინდოდა, თან ისეთი ნაირ-ნაირი ფეხსაცმელები იყო, მაგრამ ზომებში არ იყო ის დიდი შეთავაზება არ იყო რა ზომებში. დიდ ზომებში რაც ვნახე ეს იყო და მეორენაირი წინ ხვირი სხვა ფერი ქონდათ ხო რო გითხარით, ეგ იყო პატარა, დიდი ზომა არ იყო. ეს იყო ჩემი ნაყიდობები და ჩემი დასვენების დღეს თუ დასვენების დღე ქვია, ყველაფერს გეგმავ ხოლმე დასვენების დღეს რა გავაკეთო. ესე იგი სამსახურში არ ვიღლები ისე როგორც დღეს დავიღალე, იმდენი ვიარე. და რა ვიცი, მოკლედ ეხლა 10 კიდე არ ვაპირებ დასვენებას, 8 საათია უკვე, 9:30-ია უკვე. 10 ვაპირებ რომ ესა რა ქვია, გავაკეთო კარტოფილის და
წიწიბურის კატლეტები. იმის გაკეთება მინდოდა, რა ქვია, აწეწილის, ქათმის ფილეს აწეწილის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დიდი ფილეები იყო, 1 კილოიანი ფილეები იყო აქციაში და 1 კილო ძალიან ბევრია, გამიფუჭდებოდა, მაცივარიც არ მაქვს სამწუხაროდ. ხო და ამიტომ თან მეტი დრო ჭირდება ფილეს გაკეთებას და მეთქი არ მინდა იყოს გავაკეთებ იმას წიწიბურის და კარტოფილის კატლეტებს. კიდე სარეცხის მაშინა უნდა გავხეხო და ტანსაცმელი დავრეცხო, რასაც მოვასწრებ აწი. და ყველაფერი უნდა მივალაგო, მივაწესრიგო. ჭურჭელი სამზარეულო კი დავხეხე, ესე იგი ხელზე ტყავი გადამძვრა, ისე გავხეხე გაზი და თეფშები, ტაფა, ქვაბი, ვაფშე ყველაფერი. მაგრამ ეხა კარადებზე მაქვს მისახედი. ტანსაცმელები უნდა დავრეცხო, დავაშრო, ლამაზად შევკეცო, რასაც არ ვიცმევ და ეს ვქნა რა. დავალაგო მოკლედ, კარგად გემრიელად. წავედი ახლა თავი მტკივად ძალიან წამალს დავლევ, ცოტას ამოვისუნთქებ და მერე საჭმელს რო დავადგავ, მოხარშვის პერიოდში გავხეხავ იმას სარეცხის მანქანას და ჩავრთავ ტანსაცმელს. 1-2 პარტიას მაინც გავრეცხავ. პატარა მანქანაა და არ ეტევა ბევრი ტანსაცმელი. აბა დროებით ეს იყო ჩემი ნაყიდობები. რა ვიცი მეტი, ანუ რამდენი მაღაზია შემოვიარე და სულ ეს ვიყიდე. მთელი დღეა დავდივარ, დავწანწალებ. ხო და რა ვიცი მოკლედ. სოფელში გადაღებული ვიდეო ჯერაც არ მაქვს ატვირთული. ვერ ვიცდი, ანუ ვიდეოების გადასაღებადაც ვერ ვიცი. თუ გადავიღებ, ასატვირთად ვერ ვიცი. მოკლედ რა, ძალიან თუ მუშაობ, მოკლედ ვერაფერს ვერ აკეთებ. პლუს ამას მუშაობას ემატება უნივერსიტეტში სიარული და სწავლა. ჩემ სწავლას თუ სწავლა ქვია, მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებ. ვიაზრებ იმას, რომ სასწავლებლად ჩამოვედი თბილისში. ესე იგი, დასვენების დღეს მაინც ვიწანწალე მაღაზიებში, ტანსაცმელებში. ხო და გაჩვენებთ უცებ რეები ვიყიდე. პირველი დავიწყოთ ამით. ძალიან მომეწონა, ეს არის ვერსაჯა. 10 ლარიანი ვერსაჯა. ხო. ძალიან მამაკაცების სუნამოებში იდო, მაგრამ არის ძალიან ესეთი ტკბილი სუნი აქვს, რა მე არ მიყვარს მძაფრი სუნამოები, მე მიყვარს ტკბილი და ლაითი სუნი რო აქვს და ეს არის ძალიან კაი. ოღონდ რომელიც საჩვენებლად ედო დახლზე, ის მომცა ის ჩამიდო ყუთში და ეს ახალი არ გაქვთ თქო, სხვა თქო და არაო კაცო, ეს ისეთი სისწრაფით იყიდებაო, მარტო ეგ გვაქვსო დარჩენილიო. ეტყობა მეთქი. ანუ ეტყობა როგორი სისწრაფითაც იყიდება. დაჟანგულია იმენა. დაჟანგული კი არა და დადებისგან არის დამტვერილი, დაჭუჭყული. აი ეტყობა კიდეც აგერ. ოღონდ მართლა ისე ძალიან მომეწონა, რომ ესე სუნამო არ მომწონებია. დიდ ზომაში არ ქონდათ ეს და პატარა ვიყიდე 10 ლარი ღირდა. ძალიან საყვარლობაა და ძალიან კაი სუნი აქვს. ძალიან მარტივადაც არ გადის სუნი. ძალიან კაია. პური ვიყიდე სპარში. კიტრი ვიყიდე 3 ცალი. პომიდორი ვიყიდე 3 ცალი. პომიდორი იყო 2.95-ის, კიტრი იყო ლარი და 45-ის. და წვანილი ვიყიდე კამა. შავი პილპილი ვიყიდე.
გაროხი ბარდა ვიყიდე, ბარდა და მაიონეზი. ეხლა მიხვდებით რის გასაკეთებლადაც ვიყიდე ესენი. ძალიან მიყვარს, გიждდები, ჩემი სიცოცხლე და სიყვარული არის ოლივიე, ვენეგრეტი ჩვენ ენაზე. ხო და ეს რა ქვია, მაიონეზი, ბარდა და შავი პილპილი ვიყიდე მაგისთვის და კამა კიდე. სუნელები დანარჩენი რაღაცები მაქვს და ესიც მაქვს, რა ქვია, კარტოფილი სტაფილო მაქვს. კვერცხიც მაქვს, მაგრამ ვაფშე არ მიყვარს ოლივიეში კვერცხი. ხო და ამაღამ უნდა გავაკეთო. ესე იგი, მე ხო ცხოვრობ ქარვასლასთან. ხო და ქარვასლაში არის კარფური. თუ ნიკორა. ეს ორი ყოველთვის მერევა ერთმანეთში. არა, კარფურია. ხო და სულ მინდოდა შესვლა, მაგრამ არასდროს არ შევსულ და აი ერთ სივრცეში არის მართლა ყველაფერი, ვაფშე ყველაფერს ნახავ და რატო შევედი? გავიგე რომ სუში იყიდებოდა ნიკორაში. თევზის არანაირი, თევზეული არანაირი არ მიყვარს. ბოლოს როდის ვჭამი არც მახსოვს. ბავშვობაში ალბათ ძალით რო გამასინჯა დედაჩემმა ერთი ლუკმა. თევზეულს საერთოდ არ შემიძლია უბრალოდ თევზეული არ მიყვარს ძალიან. მაგრამ რატომღაც მომინდა სუშის გასინჯვა და ძალიან გამიმართლა რომ არ იყო. იმიტომ რომ ვიცი რომ ვიყიდიდი 16 ლარი ღირს თუ არ ვცდები. ვიყიდიდი და არ მომეწონებოდა. ვაფშე ერთ ლუკმასაც ვერ შევჭამდი. ხო და მე ვინანებდი რაში გადავყარე ფული თქო. ხო და არ იყო და მე გამახსენდა რომ შავი პილპილი მინდოდა, კიტრი პომიდორი ვიყიდე ისე, სალათას დავჭრი და შევჭამ, კამაც ვიყიდე, მაგიტო და რავი რა. როცა ბევრი პროდუქტი გინდა, მაშინ ძალიან კაია, ყველაფერს ნახავ ვაფშე. კარფურში, ვაფშე ყველაფერს. ხო და ეს რა ქვია, ფეხსაცმელი ვიყიდე კიდევ. იმიტომ რომ წინა ვიდეო არ მაქვს ჯერ მე მგონი ატვირთული. ხო, სამბა კი არა და ფეხსაცმელი ვიყიდე იმაში, რა ქვია, სამგორში 29 ლარად და ერთ ჩაცმაზე ფეხი ისე მატკინა, ქუსლის უკანა მხარე ისე მატკინა, რომ მეთქი თან სამსახურში მეცვა მთელი დღის განმავლობაში, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. მეთქი ოღონდ ეხლა სახლამდე ავიდოდე და ამ ფეხსაცმელს მეორედ აღარ ჩავიცმევ თქო. ძალიან მატკინა ფეხი. რო დაიწვავს ხელს რო დაიწვავ და ბუშტუკი გამოგდის, ხო, იცი წყალი რო გიდგება. ეგრე დამემართა ფეხსაცმელმა დამმართნა ეგრე. ხო და მეორე დღეს ჩემმა ძმამ ჩაიცვა ეგ ფეხსაცმელი და მეთქი გატკენს ფეხს, არ ჩაიცვა თქო და საღამოს რომ მოდის, საერთოდ არ მტკენია ფეხიო ვაფშეო მეუბნება. დღესაც ეგაცვია, სოფელშია წასული, მთელი დღეა ეგაცვია ეგ ფეხსაცმელი. ხო და რავი, მეთქი ძალიან კაი ფეხს თუ არ გტკენს თქო, მე ისე მატკინა, მეორედ მაგას აღარ ჩავიცმევ თქო და შენ მაინც თუ გამოიყენებ, ძალიან კაია რომ ტყუილად არ იდება თქო. ხო და რადგანაც მაგ ფეხსაცმელი არ გამომადგა, სადგურის მოედანზე ვიყიდე 35 ლარად ეს ფეხსაცმელი. გაჩვენებთ, ეხა ესე ხო არ გაჩვენებთ. ეს ფეხსაცმელი ვიყიდე სადგურის მოედანზე. რა მაგრა გაჩვენებთ? ხო. ნუ ხარისხი 35 ლარიანი ფეხსაცმელის ხარისხი რო არ ივარგებს, კი ვიცით, მაგრამ რაც მთავარია 41 ზომა იყო ყველაზე დიდი. და თავიდან რაღაცა ძალიან პატარა მომეჩვენა, მაგრამ მთელი დღე ამაცვია და რავი, მშვენიერი, კომფორტულია, დიდად არ უტკენია რა ფეხი. ხო და ძალიან კაია. კიდე კაი რომ ეს ფეხსაცმელიც ჩემს ძმას არ შერჩა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ნაირ-ნაირი ფეხსაცმელები რო აქვთ და ტანსაცმლის ფერის მიხედვით რო იცმევენ ფეხსაცმელს. მაგრამ მე ვარ როგორი პიროვნება იცით? ერთ ფეხსაცმელს რომ მოვირგებ ფეხზე გემრიელად და კომფორტულად რო ვიგრძნობ თავს, მერე ყოველ დღე რო სხვადასხვა ფეხსაცმელი ჩავიცვა არ შემიძლია, იმიტომ რომ ის უფრო კომფორტულია, ის ნაკლებად კომფორტულია, ზოგი ქუსლს გატკენს, ზოგი თითებს გატკენს და უბრალოდ ერთ ფეხსაცმელს რომ მოვირგებ გემოზე და გემრიელად მაცვია, всё, სხვა აღარ მინდა რო ჩავიცვა. მაგრამ ამ ბოლო დროს მინდოდა რა სხვადასხვანაირი ფეხსაცმელების ყიდვა, მაგრამ
ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ფეხსაცმლის ყიდვა რა. იმიტომ რომ აი ზოგი არ მომწონს, ზოგი დიდი მაქვს, ზოგი პატარა მაქვს, ზოგი ზომაში არაა და მთელი დღეა ესე ვთქვათ ფეხსაცმლის საყიდლად დავდივარ. ვაფშე არ მქონდა დღეს გეგმაში ფეხსაცმლის ყიდვა, მაგრამ ვიწანწალე და ესა ვქენი რა. მეგობართან ერთად. თან მეგობარი მყავს ისეთი, რომ სიარული არ ეზარება. ანუ მაღაზიაზე რო ვკითხავ, ეს მაღაზია ახლოსაა თქო. კი, ახლოსაა მეტყვის და 3 საათი დავდივართ ფეხით, რომ მივიდეთ მაღაზიამდე და თუ თქვა ისერაო, ანუ ახლოსაა თქო რო ვკითხე და თუ თქვა ისერაო, ანუ ეგ უკვე ვაფშე სადღაც არის იმაში, რა ქვია, აღარ ვიტყვი ახლა. ანუ ეგ ვაფშე შორსაა. აუ, ძალიან მომეწონა ეს სუნამო. მართლა ძალიან მომეწონა. ხო, წავედი ახლა ტელეფონიც მიჯდება. ოლივიეს მასალას დავადგავ და გემრიელად მივირთმევ. ძალიან მიყვარს. სამსახურში ვიყიდე, ეს რა ქვია, სააღდგომოდ შემოვიდა სამარხო საჭმელები. ხო და შემოვიდა ოლივიე შეკვრაში, შეფუთული და სპარში ჩვენთან. შემოიტანეს ოლივიე სამარხო მაიონეზით გაკეთებული ალბათ. ხო და ძალიან მიყვარს ოლივიეს და ხაჭაპურის მიქსი. გიშდები. ვიყიდე ეს რა ქვია, ოლივიე. ვიყიდე ხაჭაპური. მარა ის იყო რა ქვია, ანუ სად შენი გაკეთებული და სად დაფასოებული, გამზადებული. რა შედარება, ანუ ძალიან ის იყო რა, უგემური, ვერც ვჭამე ბოლომდე. ხო და აი ერთ სახში გავაკეთებ ბლომად და გემრიელად შევჭამ. წავედი ახლა ტელეფონი დავტენო.